კვლავ საქართველოს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფა და რისკის შემცირების საკითხებზე, ასევე კლიმატის ცვლილებების კუთხით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე სათემო ფორუმზე იმსჯელეს. პროგრამის კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში ფარგლებში გამართულ ფორუმს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლობის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი დაესწრნენ. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული გარემოს დაცვითი კონკურსის გამარჯვებულები. კონკურსის უსაფრთხო თემი გამარჯვებულები გახდნენ 2 სათემო ორგანიზაცია, 10 სკოლა და 6 საბავშვო ბაღი. ამ პროექტის ფარგლებში მოგესალმებათ 11 მდინარე საუში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება, რომელიც მისცემს საშუალებას წინასწარი შეტყობინების პრევენციის ეროვნული დონეზე ხდება შესაძლებლობის გაძლიერება. მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხდეს ამ მიმართულებაზე. საქართველოს მაგალითია, რომელსაც უნდა მიუბაძოთ, რათა კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება კიდევ უფრო წინ წავწიოთ. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საქართველოს პარტნიორი ამ მიმართულებით და მადლობას ვუხდით შვედეთის, შვეიცარიისა და რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. გვეძლევა შესაძლებლობა როგორც სათემო ფორუმში მონაწილეობის თვალსაზრისით, ასევე იმ შესანიშნავი პროგრამით ვისარგებლოთ, რომელიც მოიცავს აღნიშნულ პროექტს. თითეული მუნიციპალიტეტი, ვინც ჩართულია ამ პროექტში, მივესალმებით ასეთ ღონისძიებებს, მოხარულები ვართ და დიდი ენთუზიაზმით ვართ ჩართულები.